სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური ან საინტერესო რა გაგიკეთებიათ? აუ ბაბუ ავიპარე ღობესზე გადავედი და დავუგაყურე ფანჯარას თელმა სახლმა გაიღვიძა თელმა ოჯახმა და გავმეკიდე ეს ქუთაისში გორის ქუჩაზე იყო ბაბუ მე არაფერი გავიქეცი სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური და საინტერესო რა გაგიკეთებიათ? ერთხელ შევიპარე ისპანეთის სათავსოში და გულის ფორმის ბუშტი შემოვიპარე რომ მაგისთვის მეშუქა მე არ გაგიგეს რომ მოიპარე? რატო გადაწყვიტე რომ მოგეპარა მაინც? რა ვიფიქრე გავუხარდებოდა მეთქი ცოტა და ანშენი არაფერი არ მაინტერესებდა. მიუტანე ბოლოს? კი. გავუხარდა? კი. რა როგორი რეაქცია ქონდა? ეხა ზუსტად არ ვიცი როგორ ახსნა გავუხარდა მაგრამ. როგორ გავუხარდა? რა ვიცი მალოამით რა ხუსტუნაობა დაიწყო. რომ მოვიპარე ეგეს უთხარი მე. მე რაო? არაფერი. რატო აი მაინც რატო გადაწყვიტე რომ მოგეპარა? ან კიდე არ ფიქრობდი იმას რომ აი კამერებია და რამე. მე რა ნიღავი მეკეთა. ნიღავი მეკეთა. ნიღავი გეკეთა? მაგარი ყოფილი ხარ? არის, კამერებიც არისო. დარწმუნებული ხარ რომ არისო? და არა. სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური ან გიჟური რა გაიკეთებია? სიყვარულისთვის ვინც ჩემთან ურთიერთობა დაიჭირა, ყველა გათხოვდა და ალბათ ყველაზე დიდი სიკეთე გავუკეთე ამ ადამიანებს. მართლა? სულ ყველა გათხოვდა? 80%. არა, შეიძლება ეხარაში. ანუ რამოდენია კიდე გასათხოვარი არის და ეხარაში. რომ ბედნიერება უსწრო. არა, დავდივარ ჩემთვის მარტო და უფრო ბედნიერი ვარ ვიდრე ალბათ იქამდე ყოფილი ვარ. აი, რამ გიჟური რა გაიკეთებია? ეხლა უნდა გავაკეთო. უცნაური? ეხლა. კლასელები ვარ და ეხლა შევხვდეთ. გავიპარე. კლასელები ვარ. შევიყარ და გავიპარე. მართლა, მე? მე არაფერი. მე გამოვიპარე. მადლობა ძალიან დიდი. გაიხარე. სუპერნიერები ყოფილიყავით. სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური ან რამე გიჟური რა გაიკეთებიათ? გთხოვთ გვიპასუხეთ რა გიჟური რა გაიკეთებიან? რატო? სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური რამ გაგიკეთებია? სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური რა გაგიკეთებიათ? არ გამოვიცდია. სიყვარულისთვის რა გაგიკეთებიათ? აი, ყველაზე რამე საინტერესო გიჟური ან უცნაური? სიყვარულისთვის რა გამიკეთებია? ყოველთვის სიკეთესა კარგს ვაკეთებდი. აი, დაუშვათ, ეხლა ცოლი ყავთ? არა ვყავს ცოლი. არა, ვინმე მოგწონდათ? ახლა მე არაბინ არ მომწონს ქალებს რომ ხედავ, მე ცუდად ხვდები. რატო? ის ქალები არ არიან რომ იყვნენ ადრე. ადრე როგორები იყვნენ? უკრაინაში ვიყავი 20 წელი, ჩამოვედი 1 წელია. და აქ მე იმ ქართველ ქალებს ძალიან 30% ხედავ. დანარჩენი ქართველი ქალები არა. არაჩვენე ის ქართველი ქალები რომ დავტოვე წავედი უკრაინაში. იყო წყინვალე, კეთილი, ბედნიერი ოჯახების წყინვალე. დღეს სხვა ქალბატონები არიან, რომელიც 70% ის ქართული სისხლი არ გააჩნიათ მათ. რასაც მე ვხედავ და უყურებ. და ახალგაზრდა თაობას რომ მოდის ის ქართველი გოგონები არა ჭიპებით დადიან სიგარეტებით ასეთი გოგო ისტორია საქართველოს საუკუნის დასაწყისში ეგეთი არ ყოფილა რასაც დღეს მე ვხედავ ესა ქართველი არა მალე 10 წელიწადში სახელად იქნება საქართველო ის ქართველი არ იქნება არაჩვენებენ თავის წინაპარის სახელს კულტურას არ გააჩნიათ. აიგენ, რა ხდება? შეიცვალა ძალიან. სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური ან გიჟური რა გაგიკეთებია? არც ჩემი მე-6 კლასში შეყვარებულს ვუყიდე რაღაცა ყასავამი და მე რა ყასავამი გადააგდო და ხო, მაგრამ ეხლა ვერ მეგობრობს. როგორ გაიგე რომ გადააგდო? მე თვითონ მითხრა რომ არ მომეწონა. არ გეწყინა? მაშინ კი, მაგრამ ეხლა უკვე აღარ. სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური ან საინტერესო რა გაგიკეთებიათ? ან გიჟური? გიჟური არა, მაი ერთი ღამე ვისერნე თბილისის ქუჩებში. მეტი არაფერი? მეტი არაფერი. კარგი, მადლობა. ამაში საყვედური მივიღე ძალიან დიდი. მადლობა ძალიან დიდი, ბედნიერად. სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური ან საინტერესო ან გიჟური რამ გაგიკეთებია?
8 წელი მიყვარდა ერთი გოგო და კონცერტზე წავიყვანე ამ წელს. მერე? იქ. ერთად არ ხართ? სამწუხაროდ არ. რატო? ეგ გოგოს გადასაწყვეტი. სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური, საინტერესო ან გიჟური რა გაიკეთებიათ? სიყვარული განაცვალე შეიძლება სუკის წვადი გიყავდეს ან კოჭის ხორცს, მაგრამ სიყვარულს როცა ამბობენ, ეს არის ინტიმური სიყვარული, ცხადია. ხო და რაც მე გამომიცია პირადად ჩემ თავზე, ცალმხრივი სიყვარული. ხო 10 წელი მიყვარდა აქ და სამალი არაფერია ჩემ ახალგაზრდობაში. ხო, მაგრამ ის ართან ამიგრძნობდა, ამიტომ ადამიანს ამ დროს თავმოყვარეობას ელახება, სულიერადაც იტანჯება და არის ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში. ეს ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნები და მე ამ გრძნობას სამხრივს არავის არ უსურვებდა. სამხრივი რო ეგეთია, ამოცანა გვეკითხება, როგორი იქნება ორმხრივი. რომელიც გამოცდილება სამწუხაროდ მე არა მაქვს და თქვენ დატოვებელებს თქვენ ნეტავ გამოგეცადოთ და ბედნიერ მომავალს. მადლობა ძალიან დიდი. იცოცხლეთ გედაცვალე. მადლობა ძალიან დიდი. ეგ დიადი გზნობაა, მაგრამ ორმხრივი, რომელიც ვერაფრით ვერ გამოვწადი ამ ცხოვრებაში, კაცო. აი ეს საქმე გედაცვალე რა. ჯერ გვიანი არ არის. ოი, თქვენაკი როგორ მომხდები? კარგი, მადლობა, ბედნიერად. იცოცხლეთ. ნახვამდის ბედნიერად. მადლობა ძალიან დიდი. სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური ან გიჟური რა გაიკეთებიათ ან საინტერესო? ყველაზე უცნაური და გიჟური ისიც არის, რომ უბრალოდ იპოვი იმ ადამიანს, ვინც მართლა გეყვარება. და რამე საინტერესო არ გაიკეთებიათ? კი, ღამის 3 საათზე წავსულ ვარ და სიურპრიზი გამიკეთებია. მე როგორი რეაქცია ქონდა? ისეთი, როგორიც მე მეკონა, მაგრამ იმაზე უკეთესიც დაჟე. მართლა, რა კარგი, ახლა ერთად ხართ? კი, ჩემ მეუღლე. მართლა ეგ როდის იყო? 1 წლის უკან. აი, მე რა კარგი, ესო ბედნიერები ყოფილი ყავით. ასევე ბედნიერი შობა ახალი. მადლობა ძალიან დიდი, თქვენც ასევე. სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური, საინტერესო ან გიჟური რა გაიკეთებია? ჩემი აზრით მცირე დეტალებში არის ეგ ყველაფერი, მაგრამ 17 თუ 16 წლის ვიყავი, ხელით დაუწერე წიგნი და იმ მასაკისთვის ჩემთვის დიდი რამე იყო ეგ. მთლიანად წიგნი, მთლიანი წიგნი დაუწერე? წიგნი გავუკეთე, ნახატები და რაღაცეებით დია. აი, მე როგორი რეაქცია ქონდა, მე არ გავხარდა? კი და ხშირად კითხულობდა ხოლმე და იმ ღამეს რო წაიკითხა, მე ხშირად წაუკითხავს და ეგ მახსოვს, მაგის მერე, არ მქონია სიყვარული და არაფერი გამიკეთებია. ახლა ერთად არ ხართ? არა. არა უშავს, მომავალი ჯერ წინ გაქვს და ყველაფერი კარგი. ყოველი წინ არის კი. სიყვარულისთვის ყველაზე უცნაური, საინტერესო ან გიჟური რა გაიკეთებიათ? არაფერი ესე, იმიტომ რომ რაღაცა სიყვარული ჩემთვის მაინც რაღაც ურთიერთობების სტაბილური გამოხატულებაა რა, პატივისცემა ერთმანეთს და მსგავსი რაღაცეები. ასე რომ რაღაც საოცრად რომანტიკული და რაღაც საოცრება არ გამიკეთებია არაფერი. არც საინტერესო არაფერი, აი, აქამდე. არა. მეტაფიზიკური რაღაცაა და ბევრს არ ვფიქრობ მაგ საკითხზე რა. იდიოტიზმია ჩემი აზრით.